მოგესალმებით მორიგ ვიდეო გაკვეთილზე ჭადრაკში, სადაც ვაგრძელებთ ელემენტარული ენჩპილების შესწავლას. შემდეგი ენჩპილი, რომელსაც განვიხილავთ, ეს არის მხედარი და კუ მეფესთან ერთად მარტოხელა მეფის წინააღმდეგ. ორი კუთი დაშამათებისგან განსხვავებით, სადაც ჩვენ 12 უჯრეზე შეგვეძლო მეფის დაშამათება, აქ შესაძლო საფინალო პოზიციების რაოდენობა ორჯერ შემცირებულია. თუ ჩვენ გვყავს თეთრუჯროვანი კუ, მაშინ შამათი შესაძლებელია მწვანეთ მონიშნულ უჯრებზე, ეს არის A1 და A8 თეთრი უჯრები და მათი მომიჯნავე ორი უჯრე. და თუ ჩვენ გვყავს შავუჯროვანი კუ, მაშინ ყვითლად მონიშნულ უჯრებზეა შესაძლებელი შამათის ჩასმა. მოდით ვნახოთ კონკრეტულ მაგალითზე, საფინალო პოზიცია. აი აქ როგორც ხედავთ, ისევე როგორც ორი კუს შემთხვევაში, მეფე გას კუთხის უჯრისგან მხედრის ცვლის დაცილებით. როგორც ხედავთ, მხედარი A6 ართმევს შავ მეფეს ბერვა უჯრას, რო იქ არ წავიდეს, ხოლო ფინალური აკორდი ჩასვა, რა თქმა უნდა, კუმ C6-დან. ნახოთ შემდეგი პოზიცია. აქ ჩვენ გვყავს შავუჯროვანი კუ და შამათის ჩასმა ხდება ჟერვა უჯრაზე. საფინალო აკორდი ჩასვა მხედარმა E7-დან. როგორც ჩანს, ის F5-დან აღმოჩნდა E7-ზე და გამოუცხადა ქიში მეფეს და ეს არის შამათი. ეხლა როგორც სხვა ენჩპილებსაც განვიხილავთ, ჯერ უყურებთ საფინალო პოზიციებს, შემდეგ მივდივართ რეტროპერსპექტიულად, ნელ-ნელა უახლოვდებით ამ საფინალო პოზიციებს და ვართულებთ ნელ-ნელა. მე მგონი ყველაზე ადვილია ასე სწავლა. ესე იგი, აქ ჩვენ ვხედავთ ასეთ პოზიციას. კუ D7-დან ართმევს C8 უჯრას შავ მეფეს, მეფეს აქვს მხოლოდ სასიარულოდ R8 უჯრა დარჩენილი. უკვე მეფე თავის ადგილას დგას კუთხის უჯრისგან მხედრის სვლის დაცილებით და მხედარი A6-ით ჩვენ უცხადებთ ქიშს შავ მეფეს, მას ერთი სვლა აქვს, უნდა წავიდეს R8-ზე და ეხლა ჩვენი კუ რომ მოხვდეს აი ამ A1-R8 დიაგონალზე, კუ C6-ით ჩვენ ჩავსვამთ შამათს. აი ეს არის ბოლო ორი სვლა. შემდეგი პოზიცია ვნახოთ. აი ამ პოზიციაში რო იყოს შავების სვლა. მაშინ ჩვენ უნდა დაველოდოთ მეფე R8-ს თამაშობს, ერთი სვლა აქვს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ნებისმიერი სვლა, ოღონდ არა მხედარი A6. მხედარი A6-ის შემთხვევაში მივალთ პატამდე და ეს არის ყაიმი. ესე იგი დაგვრჩა სვლა კუთი. კუთი უნდა გავაკეთოთ რამე მომლოდინე სვლა. შეგვიძლია ვითამაშოთ მაგალითად კუ6. მეფე უნდა მოვიდეს ბერვაზე და ჩვენ მივიღეთ ის რაც გვინდოდა. სვლა არის თეთრების, უცხადებთ ქიშს მეფეს, მეფე R8 და კუ5 შამათი. აი ამ პოზიციაშიც ჩვენ რო ვითამაშოთ მაგალითად მხედარი E7, გამოვა პატი. ანუ საპატე მოტივები ამ ტიპის ენჩპილებშიც არის და ყურადღებით უნდა ვიყოთ. ესე იგი, ჯერ უნდა ქიშით დავიწყოთ, კუთი, გამოვცხადოთ ქიში, მეფეს ერთადერთი სვლა აქვს. ეხლა მეფე ჩაკეტილია და მას E7-დან ვეუბნებით ქიშს და ეს არის შამათი. ამ პოზიციაში როგორც ხედავთ, მეფეს უნდა რომ გაიქცეს A7 უჯრაზე და შემდეგ A1 უჯრისკენ. მაგრამ მეფით უნდა წავართვათ ჩვენ ამის შესაძლებლობა. ეხლა მეფე ცდილობს წავიდეს A8 უჯრისკენ. ის ცდილობს წავიდეს იმ უჯრაზე, სადაც შამათის ჩასმა შეუძლებელია. მეფე C6, მეფე C8. ეხლა თეთრებმა არ უნდა მისცენ. მას D7-ზე გაქცევის საშუალება. Q6 ქიშით, მხედრით ვართმევთ D8 უჯრას. ესე იგი უნდა წამოვიდეს ისე უკან. აქ კიდევ მხედრით მივდივართ C5-ზე, მეფე A6, მხედარი A6-ს არ ვთამაშობთ, ვაკეთებთ რამე მომლოდინე სვლას, მეფე B8, მხედარი A6, მეფე R8 და კუ C6 შამათი. შემდეგი პოზიცია. კუთი და მხედრით შამათის ჩასმის მეთოდი ჯერ კიდევ 200-ზე მეტი წლის წინ აღმოაჩინა ფრანგმა მოჭადრაკემ და ასევე კომპოზიტორმა ფრანსუა ფილიდორმა. ჩვენ ამ ენჩპილის შესწავლისას გამოვიყენებთ მის აღმოჩენებს და ასევე იმ მეთოდს, რომლითაც ასწავლიან აი ამგვარი ტიპის პოზიციებში დაშამათებას, მეთოდიკა დაამუშავა პოლონელმა ოსტატმა შეპიურკამ. და ჩვენ აი ამ ორი მოჭადრაკის ანალიზებს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ვისწავლოთ ამგვარ ენჩპილში დაშამათების მეთოდიკა. როგორც ხედავთ, აი ეს პოზიცია, რომლისკენ უნდა მივისწრაფოდეთ. დგავართ, ესე იგი, ერთ ხაზზე, მხედარი ქვევით F7-ზე, კუ F5-ზე. შავების მიზანია, რომ იყონ იქ, ან ცენტრში უნდა იყვნენ, ან იმ უჯრებზე, სადაც დაშამათება შეუძლებელია. შესაბამისად, ეს არის შავებისთვის A8 უჯრა, ან A1 უჯრა.
ხოლო თეთრები კი პირიქით ცდილობენ თეთრი უჯრისკენ, როგორც ხედავთ უკვე დაფის კიდეზე მიიმწყდიეს შავი მეფე და ისინი ცდილობენ რომ არვა უჯრისკენ წაიყვანონ მეფე და იქ დააშამათონ. პირველი სვლა Q-7 ძალიან ლოგიკურია. ჩვენ არ ვაძლევთ მეფეს ჟერვაზე წასვლის საშუალებას და მას ერთადერთი სვლა აქვს ერვაზე. აქ ჩვენ გამოვიყენებთ მხედრის მანევრს. მხედარი ყოველთვის დადის აი ასეთი მანევრებით. ეს უნდა დავიმახსოვროთ. მხედარი E5. არ ვაძლევთ მეფეს D7-ზე გაქცევის საშუალებას. იმიტომ რომ ჩვენ რო გვეთამაშა მაგალითად მეფე E6, მაშინ დაბრუნდებოდა მეფე F8-ზე და ისევ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ უკან. ამიტომ მხედარი E5, მეფე მიდის D8-ზე, ხო? ის C7-ზე აპირებს გაქცევას. F8-ზე რო წამოვიდეს, მაგასაც განვიხილავთ. მოდით ჯერ განვიხილოთ D8-ზე წასვლის შემთხვევაში. აქ თამაშობთ მეფე E6, მეფე C7, მას გაქცევა სურს. მხედარი D7, ვართმევთ B6 და C5 უჯრებს. ეხა თითქოს გაგვექცა, ხო, შავი მეფე. მეფე C6-ის შემთხვევაში ის ახლოს არის მიზანთან, რომ რაც შეიძლება დიდხანს ცენტრში იყოს. მაგრამ აქ ძლიერი სვლა Q3, რომელიც ართმევს B5 უჯრას მეფეს და მხედარი კი B6 და C5 უჯრებს. ესე იგი, მეფე იძულებულია ჩავიდეს ან C7-ზე, ან B7-ზე. ნუ ალბათ C7-ზე ჯობს, იმიტომ რომ B7-ზე ის ახლოს არის თეთრ კუთხესთან, სადაც მისი დაშამათება ადვილია. მეფე C7. აქ უკვე ისევ ვაჭრით კუთი აი C6 უჯრასაც მეფე მოვაქციეთ არჩევანის წინაშე. ის უნდა ჩავიდეს სამ უჯრათაგან რომელიმეზე ქვევით. არ აქვს ახლა მნიშვნელობა. ყველაზე რა თქმა უნდა უკეთესი არის, რომ ის გაიქცეს ისევ შავი კუთხისკენ. მეფე D6, მეფე E8 და თითქოს ის ახლოს არის მიზანთან, მაგრამ როგორც ხედავთ, მხედარი მას ართმევს F8 უჯრას და Q6 ქიშის შემთხვევაში ან აქ შესაძლებელია კიდევ Q5-ის თამაშიც. ისევ ეს პოზიცია. მეფეს ვართმევთ F7 უჯრას. Q6-ით შესაძლებელია სულ ერთია. ნუ ვითამაშოთ Q5. მეფე D8. ეხლა ჩვენ ვაკეთებთ მომლოდინე სვლას და თან ვართმევთ R8 უჯრას მეფეს. აი აქ ჩვენ უკვე უნდა წავართვოთ R8 უჯრაც მას. Q7, მეფე C8, ერთადერთი სვლა. მხედარი C5, ჩვენთვის ნაცნობი ტრაექტორია, რომელთაც მხედარი მოძრაობს. თან B7-ზე არ აძლევს გაქცევის საშუალებას. ნუ მეფე D8 უნდა მოვიდეს ან მეფე B8. მეფე D8-ის შემთხვევაში ჩვენ ვეუბნებით მას ქიშს, მეფე C8, მეფე C6, აქეთ ვეღარ მოდის და უკვე კუთხეშია. მეფე B8, მეფე B6, ასე და ქიში. და ის უკვე მოქცეულია საშამათე ქსელში. ნუ თქვათ გაიქცა B8-ზე. ამ შემთხვევაში ჩვენ ვთამაშობთ მეფე C6, A7-ზე რო გაიქცეს მეფე C7, ერთადერთი სვლა აქვს ახლა R8-ზე რო წავიდეს და მეფე B6. მეფე დადგას სწორ ადგილას კუთხის უჯრისგან მხედრის სვლის დაცილებით. მეფე B8, ეხლა არ უნდა მივცეთ მას C8 უჯრაზე გაქცევის საშუალება, რაც მიიღწევა Q6-ით. მეფე R8, აქ არ უნდა ვითამაშოთ მხედარი A6, იმიტომ რომ იქნება პატი, უკვე ნაცნობი მახე, ამიტომ ვთამაშობთ ნებისმიერ მომლოდინე სვლას, კუთი და აი ამ დიაგონალზე C8, H3 დიაგონალზე ვთამაშობ, რომ C8 უჯრა იყოს კუთი კონტროლირებული. მეფე B8, ეხლა უკვე ქიშით ვეუბნებით, რომ წავიდეს R8 უჯრისკენ და Q6-ი შამათი. ეხლა მოდით დავბრუნდეთ იმ პოზიციაში, სადაც ჩვენ ვითამაშეთ მხედარი E5 და მეფე თამაშობს F8-ზე, ის ცდილობს რაც შეიძლება დიდხანს გაჩერდეს შავ კუთხესთან. ჩვენთვის ნაცნობი ტრაექტორით მხედარი ეუბნება ქიშს, მეფე R8, ემუქრება მხედარს, მეფე E6, მეფე D8, მეფე D6, R8-სკენ თუ გაიქცა, ვეუბნებით Q6 ქიშს, ან Q6 ქიში, ან Q8. არ აქვს მნიშვნელობა, ნუ მოდით ესე ვითამაშოთ. მეფე D8, Q7, ეხა R8 უჯრასაც ვართმევთ. უკვე ნაცნობი პოზიცია ჩვენთვის, მეფე C8. აქ ჩვენ არ ვაძლევთ მხედარი C5-ით B7-ზე გაქცევის საშუალებას. მეფე D8, შესაძლებელი იყო მეფე B8-ს, ამაზე დავუბრუნდეთ. მოდით განვიხილოთ ჯერ მეფე B8. ვთამაშობთ მეფე C6, მეფე A7, მეფე C7 და უკვე ნაცნობი ჩვენთვის ეს პოზიცია, რაც გავიარეთ. ვთქვათ, მხედარი C5-ზე მეფე D8. აქ ვეუბნებით ქიშს, მეფე C8, მეფე C6, მეფე B8, მეფე B6, მეფე C8, გაქცევა უნდა, მაგრამ D7 უჯრას ჩვენ Q6-ით ვართმევთ. მას ორი უჯრა აქვს დარჩენილი, ისევ მხედარი C5, ის მანევრი მხედრის, მეფე R8, აქ მხედარი A6 არ ვთამაშობთ.
თამაშობთ q-7 ან თუნდაც q3, არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია ცერვა უჯრა იყოს დაკავებული, კუთი, მეფე ბერვა, მხედარი a6, მეფე r8, q2 შამათი. აი ეს არის, რაზეც მე მინდოდა პირველ ნაწილში მესაუბრა. მეორე ნაწილში კი ჩვენ უკვე გავართულებთ, შევეცდებით, რომ ცენტრალიზებული მეფე ჯერ გამდევნოთ დაფის კიდისაკენ და შემდეგ უკვე დღეს შესწავლილი მეთოდით დავაშამოთოთ ის კუთხეში. მე ამაზე გემშვიდობებით, შევხვდებით მეორე ნაწილში. აბა დროებით და ნახვამდის.